ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ხელისუფლების მიერვე ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე კი უარს არ ამბობენ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ბაბლსაყოლილი ხელოვანების პატრიოტიზმს ვადა უკვე ამოეწურა. არ ვიმღერებთ, არ დავუკრავთ, გავიფიცებით. მსგავსი შინაარსის ტექსტებს მათი საპროტესტო მსვლელობიდან თუ ეთერებიდან ხშირად მოისმენდით. უფრო მეტიც სხვებსაც მოუწოდებდნენ მათ რადიკალურ ქმედებებს შეერთებოდნენ. ხელისუფლების შეცვლას მოითხოვენ და აქციებზე დადიან, თუმცა ხელისუფლების მოწყობილ კონცერტებში მონაწილეობენ, ჰონორარსაც იღებენ და ბედნიერებიც არიან. ერთ-ერთი ასეთი მომღერალი მარიტა როხვაძეა. ესეც კონცერტებზე ხშირად ვიღებ მონაწილეობას და რა თქმა უნდა ვარ აქ ამ კონცერტზე იმისთვის, რომ მე მიყვარს ჩემი საქართველო. როხვაძის სახელს დაგვარს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კონცერტების დროს ხშირად გაიგონებ. სხვადასხვა რეგიონებში თუ დიდ ქალაქებში ქართული ოცნების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მომღერალს უარი არასდროს უთქვამს. ხშირად მინდა რომ დუშეთში კონცერტები გქონდეს. უფრო მეტიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერ კონცერტებში იღებდა მონაწილეობას და პარტიის მხარდაჭერასაც არ ერიდებოდა. ჩვენ საქართველოს გაუმართ! დუშეთის ცენტრალურ პარკში სცენა დაიკავა მარიტა როხვაძემაც ისიც შეუერთდა იმ დიდ გუნდს, რომელიც ქართულ ოცნებას მხარდაჭერას უცხადებს. ჩემთვის ეს კონცერტი ნიშნავს იმას, რომ მე ვარ საქართველო და მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს და ჩემს პოზიციას. პარალელურად კი რუსთაველზე მოწყობილ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ხელისუფლების შეცვლას და ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობენ უერთდება და პროტესტისკენ სხვასაც მოუწოდებს. მიუხედავად საჯაროდ საპროტესტო მოწოდებებისა და აქციებიდან სთორებისა და ფოტოების გამოქვეყნებისა, მარიტა როხვაძემ 2 დღის წინ მონაწილეობა მიიღო ბაკურიანში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიადისადმი მიძღვნილ კონცერტში. ჩამოვედით უკვე ბაკურიანში. და დღეს აქ გვექნება კონცერტი მე და სკარლეტ ბეინს. ჩვენ მარიტა როხვაძეს დაუკავშირდით და ვკითხეთ ხომ არ უქმნის უხერხულობას ერთის მხრივ რადიკალების საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და მეორეს მხრივ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე გამოსვლა. ჩვენს მიერ დასმულ კრიტიკულ კითხვებზე როხვაძე გაღიზიანდა და სცადა საპროტესტო აქციებზე სიარული არ დაედასტურებინა. თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. სოციალური ქსელების არქივში ამის დამადასტურებელი ფოტოები საკმარისად მოიძებნება. მარიტა, გამარჯობა. ჟურნალისტი გაწუხებთ. მარიტა, რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან. თქვენ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეობას იღებდით, ხო? როგორ მოგეწონათ, როგორი ორგანიზებით ჩატარდა, კმაყოფილი ხართ თუ არა და განწყობები როგორი იყო თვითონ ხალხში? ასევე თქვენი განწყობები. პირველად შევიტყვი, რომ ძალიან კარგი განწყობა იყო. ძალიან კარგად ჩატარდა. ყველანი კმაყოფილები ვიყავით. თქვენ კმაყოფილი ხართ, ხო? რა თქმა უნდა, და იქ სადაც ესეთი საღამოები ეწყობა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ხალხისგან ხვდები ემოციას, სიხარულს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შემსრულებლისთვის და მუსიკოსისთვის. ორგანიზების ნაწილი როგორი იყო? კარგად იყო ორგანიზებული? ორგანიზებული, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იყო. ჩვენ როცა ჩავედით, მალევე საუნდტრეკი დავიწყეთ, დაიწყო კონცერტი 6 საათი, 7 საათი მორჩა და ეგ არის. თქვენ დადიხართ ანტისამთავრობო აქციებზე, ხო ესეა? ანტისამთავრობო რა არის ვერ ხვდები. რატო მაკითხავს? თქვენ როდის ნახეთ? ანუ არ დადიხართ? თქვენ როდის ნახეთ? ან თქვენ თუ ჟურნალისტი ხართ, მეც მაგის. როგორ მოდის ერთმანეთთან თანხმედრაში, თან რომ თელზე გადიხართ და აპროტესტებთ და ხელისუფლებას შეცვლას ითხოვთ და თან რომ ხელისუფლების მიერ მოწყობილ კონცერტებზე იღებთ მონაწილეობას. ერთი წამი. გამეჩით პასუხი. როხვაძის გამოსარჩლებას სცადა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მეგობარმა, რომლის ვინაობას სამწუხაროდ ვერ დავადგინეთ. რადგან მცირე ისტერიის შემდეგ როხვაძემ ტელეფონი გათიშა. ისვე საუბრები, უკაცრავად 3 ადამიანი მესაუბრები. მთავრობის ორგანიზებული კონცერტი იყო, დიახ. იყო თუ არა? რატო ყვევე ხართ? მარიტა როხვაძის ისტორია ალბათ უპრინციპობის და მოდედქცეული პროტესტის არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი. თუმცა ბუნებრივია საზოგადოებას სრული უფლება აქვს ეჭვი შეიტანოს ასეთი ადამიანების გულწრფელობაში
და სხვა დროს არ მისცეს მათ მანიპულაციის საშუალება.